ტელევიზიაში არ დამხვდა გიორგი და არ პასუხობს, იმედია მალე მოვა. ხო, ამასობაში გეტყვით, რომ დღეს ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვილაპარაკო, დაფარულ ცოდნებზე, დაფარულ საზოგადოებებზე და არა მხოლოდ, მოკლედ, ბევრ საინტერესო ისტორიულ ფაქტსა და ცოდნას გაგიზიარებს დღევანდელ გადაცემაში, იმიტომ რომ ჩემი სტუმარი იქნება ჩვენი კოლეგა, საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი გიორგი მიქელაძე. წავედით. შენ აქ ყოფილ ხარ? ავაჩენ დამახვედრე? კი ბატონო. ძალიან კარგი. წავედით გავსცდეთ აქაურობას. დადგმა ახლა ეს რა? არაფერი დადგმა არ არის. არაფერიც არ დაგვიდგამს. რამე დავდგით გიორგი? არა, ჩვეულებრივად ჩვეულებრივად შემთხვევით ქუჩაზე. ხო, თან ყავაც უკვე გიყიდია. მოდი რაღაც სხვა ქუჩაზე წავიდეთ. წამოდი, სადაც გინდა. კომფორტის მოყვარული ხალხი ვართ ჩვენ, ამ ტელევიზიის ჟურნალისტები. ყველაფერი აქ და აქვე რა გვინდა. თქმა უნდა, უცებ, ყველაფერი ახლოს კი უნდა ბატონო, გამარჯობა, კახა. ჰირომანტიაში ვერ ერკვევ ესე იგი. ყავაზე მკითხავ? არა. ეგეთი არა. ასტროლოგიაში და ნუმეროლოგიაში ცოტა ერკვევი ეგ ვიცი. რაღაცებში ცოტა ვერ ყვევი. და ეგ იცის მერე შენმა მეგობრებმა და ხალხმა. ვინც მიცნობს, ყველა მიცის. უბრალოდ არ მჯერა ხოლმე. თუ არ გჯერა ინტერესი რამ გამოიწვია? ზოგადად რაღაცა რაც განსხვავებულ ცოდნას წარმოადგენს, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, თუნდაც იმიტომ რომ გადავამოწმო რამდენად რეალურია თუ არა. და ზუსტად მაგიტო ვიცი, მაგრამ თან დავწმუნდი რომ რეალობას არ ემთხვევა შენ ფიქრობ? ზუსტად იმ დონეზე ემთხვევა რომ მივხვდე რომ არ არის რეალური. მე მაინც მგონია რომ შენ ბოლომდე არ ხარ მაგ სიღრმეებში ჩასული. არა, ვარ, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ როგორ ხარ? შენი კარმული მისი არ იცოდი და მეგითხარი. სხვა ეზოთერიულ ცოდნებზე რას ფიქრობ ზოგადად? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცოდნის შესახებ გაქვს ინფორმაცია. მოდი, კი ბატონო, რომ ზოგადად მე ვთვლი რომ ყველაფერი შეიძლება კონდეს საფუძველი. ნებისმიერი რელიგიური თვალსაზრისითაც რომ შეხედო, ყველა რელიგია გვეუბნება რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე და თუ ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, რომელიც ყოვლის შემძლე არსება შექმნა, მაშინ რაღაც მცირე ყველასთვის შესაძლებელია. ვიღაცამ შეიძლება მიაღწიოს იმ შედეგს, რომ რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც ზოგადად ცდება ადამიანურ ბუნებას. შესაძლებლობებიც ცდება, ხო, რა თქმა უნდა და ალბათ ოდესღაც მაგია ფიზიკაა, კი, იმიტომ რომ ოდესღაც ნიუტონი ჯადოქარი უფრო ერქვა ვიდრე მეცნიერი, ხო, შემდეგ დავარქვით. მას უფრო მეცნიერი. ამ სხვადასხვა ცოდნებიდან გამომდინარე, რომელიმე საძმოდან სადმე გაერთიანებაში. ეგ ბუნებრივია, რა თქმა უნდა. შემოთავაზება ხო არ მქონია? არა, შემოთავაზება არასდროს არ მქონია, მაგრამ ტიპაჟურად მე არ ვარ ის კატეგორია, რომელიც ნებისმიერ სხვა ფორმის საძმოს გამოადგება რამეში. ანუ ერთპიროვნული ხარ და არა კოლექტიური? ხო, საერთოდ ვთვლი რომ რაღაც იდეისთვის შეკრება ყოველთვის კარგია, მაგრამ ამ იდეასაც გააჩნია. ზაკრულია, ალტრუისტულია, ეგოისტურია თუ რა არის, კი. არა აუცილებელი რომ ცუდი იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს ეგოისტური. მაგალითად, შევიკრიბოთ იმისთვის, რომ ყველა გამდიდრდეთ, ერთის მხრივ კარგად ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ რაზე ვარ წამსვლელები იმისთვის, რომ გამდიდრდეთ. აი აქ არის ძაღლისთავი დამარხული. ფილოსოფიურ ოკულტური გაერთიანებები, რომელსაც პრინციპში ერთი სიტყვითაც ახსენებენ ხოლმე. იმდენად გაცვეთილია უკვე ეგ სიტყვა, რომ რაღაცა თქმაც არ მინდება ხოლმე. თოდნა ამ ორგანიზაციების შესახებ არის ილუზიური ან არ არის ილუზორული და აი რაღაცა პრიმიტიული. კი, პრიმიტიული, ძირითადად. მოდი მაინც თქვათ. კი. მასონებზე საუბარი. ამ შემთხვევაში, ხო. თუმცა ზოგადად თანამედროვე დროში საკმარისი არის იმდენი ინფორმაციის მიღების საშუალება ღია წყაროებში ვგულისხმობ, რომ ცოტა მეტი გაიგო და ცოტა სერიოზულად შეხედო ამ საკითხებს და ცოტა თუ ისტორიასაც დაამატებ, ცოტა მეცნიერების, ცოტა იმის, ცოტა ამის უფრო სერიოზულ დასკვნებამდეც შეიძლება გახვიდე. მოდი მაშინ რაღაცა ძალიან მოკლედ თავიდან დავიწყოთ. საიდან წამოვიდნენ ეს საზოგადოებები, ვინ იყვნენ ეგრეთ წოდებული ქვისმთლელები, იგივე კალატოზები და საიდან დაიწყო ზოგადად ეს ძმობის სხვადასხვა გაერთიანება? აქ ორი ვარიანტი. შეგვიძლია გავყვეთ კლასიკურ, ასე ვთქვათ, ვიკიპედიაში რასაც ვნახავთ იმასაც. აი ეგ არ მინდა. შენ რო ინფორმაციებს ფლობ, აი ეგ მინდა რომ მოვყვეთ. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანმა როდესაც დაიწყო განვითარება, ეს მისი განვითარება გამომდინარეობდა იმაში, რომ დამეგობრდა ერთმანეთთან. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ადამიანები, მაგალითად შენ და მე და კიდე აგერა. ვაჟა, ერეკლე და გოჩა რაღაცაში ვართ წარმატებულები. რაღაც მომენტში, როდესაც ერთმანეთის კონკურენციით დავიღალეთ და პირიქით ძალებს ვაცლით ერთმანეთს, ერთ-ერთ ჩვენგანს, ან ყველას ერთად მოგვივა აზრად, რომ მოდი გავერთიანდეთ, რომ ერთმანეთს შევუწყოთ ხელი
ჩვენი საქმიანობის განვითარებაში. ბუნებრივია, როცა ჩვენ გავერთიანდებით, იმავე საქმის მკეთებელი სხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან. ვინც ჩვენ გაერთიანებაზე უარს გვეტყვის, ის უკვე ჩვენი კონკურენტი ხდება ავტომატურად. შესაბამისად, ნელ-ნელა ვცდილობთ იმათ ვაჯობოთ. კარგ ვარიანტში, ცუდ ვარიანტში დავძიროთ. მაინც აქ პატარა ლირიულ გადახოვას გავაკეთე. საძმოებიდან ბაბლებამდე. კი ბატონო, ეგ ერთი პრინციპია სხვათა შორის, რო იცოდე, ბაბლი, საძმო, ეს ერთი და იგივე პრინციპითაა აგებული, ხო? კი. კომუნა, რაც გინდა ის და არის. პრინციპი არის ერთი, რომ ჩვენ ვართ გაერთიანებული რაღაც საერთო იდეით. და ამ იდეის მუდმივად განხორციელებისა და პრაქტიკაში მოყვანის მიზნით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ ზემოქმედება მოვახდინოთ, რაც შეიძლება დიდ მასებს. თუმცა ეს ბაბლები მაინც ცოტა უფრო ქვედა ეშელონებია. აი, იმ ქვისმთლელების დღევანდელი შთამომავლები ცოტა უფრო მაღალ. დონე სხვა, ხო, რა თქმა უნდა, მასშტაბი და საფეხურებზე დგანან. კი ბატონო. მაგრამ პრინციპი ის არის, რომ როდესაც გაერთიანდნენ ესეთი ადამიანები, ამან აჩვენა პრაქტიკაში კაცობრიობისთვის, რომ აი ესე ძმურად საქმის გაკეთება ბევრად უფრო ჯობია. რა თქმა უნდა, ეს ძმობა რო შემდეგ შვილებზე გადავიდეს. რა თქმა უნდა, სასურველია და კარგია თუ რაღაც გამაერთიანებელი ზებუნებრივი იდეოლოგიაც ექნებათ, ხო? რომ ამის მიმართ ადამიანს ყოველთვის სჭირდება სულიერი საკვები. შესაბამისად, აქ იწყება უკვე შერჩევა ან მოფიქრება იმ იდეოლოგიის თუ აზროვნების, რომელიც ამ შეძლებს შეკრას და გაამყაროს ეს ჯგუფები. ეხლა ცოტა უფრო დავკონკრეტდე და აი ამ ქვისმთლელებიდან როგორ მოვედით ტამპლიერების ორდენებამდე და 2500 წლიანი გზა მაქვს. როზენკროიცერების ორდენებამდე. შევამცირებთ ცოტას, მაგრამ ნუ მარტივად რომ ვთქვა, ძველ აღთქმას გადავშლით, კითხულობთ, ხო? სოლომონი როდესაც აშენებდა თავის ტაძარს, მეფე სოლომონი ბუნებრივია ამისთვის სჭირდებოდა სპეციალისტები. მაშინ, ანუ იდეაში შენ რო რაღაც დიდის და მასიური აშენება გჭირდებოდა, მაქსიმუმ 2 ჯგუფი იყო, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო. ფინიკიაში იყო ყველაზე ახლოს ეს განვითარებული და ტვიროსიდან კონკრეტულად ეს არის ნახსენები პირდაპირ, რომ ტვიროსის მეფის შვილიო, ერთ-ერთი ჰირამ აბიფი, იგივე ადონირამად წოდებული. ჰირამ აბიფი. ხო, ჩამოიყვანეს, ასე ვთქვათ, შეკვეთა მიიღო და დაიწყო მშენებლობა. შემდეგ, როდესაც მან ეს ტაძარი დაასრულა და ყველა მაშინდელი, ასე ვთქვათ, იუდაიზმის წესით ააშენა. და შემდეგ უკვე ლეგენდებში გადადის, რომ სოლომონმა იეჭვიანა, სოლომონს ბევრი ცოლი ყავდა და ჰირამი მოაკვლევინა. ეს ერთი ვერსია. მეორე არის, რომ ძალიან მოეწონა თვითონ სოლომონის ტაძარი, თავის თავზე უნდა მიწერა და მოიშორა. ბევრი ვერსია. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მოკლეს და დაანაწევრეს და შემდეგ ლეგენდის თანახმად მისმა მუშებმა იდეაში ჰირამი დაასაფლავეს და იქ გამოვიდა აკაცია. ამიტომ აკაცია არის აკაციაც ერთ-ერთი სიმბოლოა მასონების. ზოგადად ეს საზოგადოებები ჭარბობს დაფარული, გასაშიფრი, უამრავი სიმბოლოთი. ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო. თავის დროზე ოფიციალურად ჰირამმა შეიმუშავა სპეციალური ენა, ატრიბუტიკები სიმბოლიზმად და ერთგვარი საძმო და გილდია ჩამოყალიბდა და ეს არის ლეგენდა. თუმცა შემდეგ როგორც ასეთი თავისუფალი ქვისმთლელები ამ სახელით ქრებიან ისტორიიდან და მე-17 საუკუნემდე ეს სახელი არ ფიგურირებს და არ ფიქსირდება და 1717 წელს 28 აპრილს არის ოფიციალური დაფუძნების დღე. მართლა? კი, ინგლისში. შემდეგ უკვე დაიწყეს ის თანამედროვე საქმიანობა, რითაც არიან ცნობილები. თუ იქ მართლა მშენებლები იყვნენ, აქ ცოტა სხვა რაღაცეებიც არის. აქაც მშენებლები გახდნენ, ოღონდ გადატანილი სხვა რაღაცეების, ხო. და დაიწყეს სხვადასხვა იმ დროს ინგლისში ძალიან პოპულარული სხვადასხვა ჯგუფების და მიმდინარეობის ერთგვარად ქოლგის ქვეშ შემოკრება, როგორც უფრო ძლიერი და განვითარებული ორგანიზაციის კარგი კონტაქტები. ბუნებრივია ინგლისური პოლიტიკაში ჩაბმა დაიწყეს და ინგლისის იმპერიის განვითარებაზე მუშაობა. რაც შეეხება ტამპლიერებს, აქ გვაქვს ლეგენდები და კავშირი მაინტერესებს. ხო, აი ლეგენდების და ფაქტების. თავად ტამპლიერები წერდნენ მაშინ, რომ როდესაც პირველ ჯვაროსნული ლაშქრობის დროს რაინდებმა აიღეს იერუსალიმი 1099 წელს, ერთ-ერთმა რაინდმა, ჰუგო დე პაიენმა, საფრანგეთის სამხრეთიდან გახდა ეს კაცი, თავის რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად მოხვდნენ რა სოლომონის ტაძარში, უკვე დანგრეულში, მიწის ქვეშ. აღმოაჩინეს რაღაც დოკუმენტები, ისტორიული ცნობები და ასე შემდეგ. რის საფუძველზეც გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ საძმო, თუმცა ეს არაფერი ნოუ-ჰაუ არ იყო, იმიტომ რომ რაინდული საძმოები იყო ყველგან და ბევრი. ამათაც გააკეთეს, დაირქვეს ტამპლიერები, ტემპლარს, ანუ მეტაძრეები, ამ შემთხვევაში სოლომონის ტაძრის მცველები, რომელიც ქრისტიანულ სიწმინდეს წარმოადგენდა, ბუნებრივია, მაგრამ პარალელურად, ასე ვთქვათ, იმ ცოდნის მცველები შეიქმნენ, რომელიც იქ ნახეს. და მათი მიზანი იყო, რომ მონაზონი რაინდები ყოფილიყვნენ. ტამპლიერების მიმართ განსაკუთრებულად დაპირისპირებული ისტორიკოსებიც კი აღნიშნავენ, რომ საწყის ეტაპზე ეს იყო ძალიან კარგი, მხოლოდ სიკეთით დაკავებული, ქველმოქმედი, ყოჩაღი, ვაჟკაცი რაინდები. იგივე ჯვაროსნები მეტიც თავით აღმოჩენებელსაც ჰქონდა ამ ადამიანებთან კონტაქტები. ჩვეულებრივი ამბავი იყო, ერთ-ერთი რიგითი საძმო იყო, ასეთი ბევრი იყო, ამიტომ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ ენიჭებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში
განმავლობაში მოთხოვნებმა რაც ტამპლიერებში უნებრივია ის გამოიწვია რომ ყველა ვერ ხვდებოდა იქ ჩეული უნდა ყოფილიყავი ინტელექტუალურადაც უფრო გამორჩეული ადამიანები იყვნენ. ეხლა იმ დროს ინტელექტუალურად გამორჩევა რას გულისხმობს, ხო? წერა-კითხვა იცი, ეს უკვე სერიოზული მიღწევა იყო ევროპელისთვის მაშინ, იმიტომ რომ წერა-კითხვა იცოდა 2%-მა, ღვთლებმა და ჰა-1-2 მეფემ. ასეთი კარგი ყოჩაღი სპეცნაზელი ამ დროს წერა-კითხვის მცოდნე და მეცნიერული აზროვნებით, რა თქმა უნდა მეფეებისთვის და სხვადასხვა ძალაუფლების მქონე ხალხისთვის მნიშვნელოვან ფიგურებად გადაიქცნენ და მათ დაიწყეს გადმობირება და დამეგობრება. შესაბამისად, ტამპლიერებმა აღმოაჩინეს რაღაც მომენტში, რომ საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვს, მაგრამ რადგან დისლოცირება მათი, ასე ვთქვათ, ძირითადად იყო იერუსალიმში და ზოგადად აღმოსავლეთში, ბუნებრივია კონტაქტი ჰქონდათ მუსლიმანებთან, ებრაელებთან, იქ სხვადასხვა მიმდინარეობებთან და ასე შემდეგ. მუსლიმანებზე თუ რო ლაპარაკობთ იმ დროის, ეს არის ყველაზე განვითარებული კულტურული ერთეული მსოფლიოში, მაშინ. ყველაზე განათლებული და ყველაზე განვითარებული. ახლა შეიძლება სხვანაირი წარმოდგენები აქვთ, მაგრამ მაშინ ასე იყო ბაღდადის აკადემია და ასე შემდეგ. ბუნებრივია ამ ცოდნას ტამპლიერები ეწაფებოდნენ. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თუ შენი ტიპიკონი აგებული გაქვს ღრმა, მკაცრ ქრისტიანულ სისტემაზე, ხო, ამასთან მეგობრობა არ გამოვა. და ამან ასე ვთქვათ, თუ რო ავიღოთ რომ მკვეთრად თეთრი ტამპლიერები ნელ-ნელა რუხი ფერისკენ გადაიყვანა და პლუს ამას დაემატა ვაჭრობა. ვაჭრობა კი რას გულისხმობს? ვაჭარი უნდა იყოს კოსმოპოლიტი, იმიტომ რომ შენ ყველასთან უნდა მიგესულებოდეს და ყველასთან საერთო ენა უნდა გამონახო. იგივე ძალის გაგრძელებაა დღესაც? ყოველთვის ერთი და იგივე პრინციპია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცობრიობის დაარსებიდან ერთი და იგივე ელიტა მართავს სამყაროს. ეს ოკულტიზმი, ალქიმია, ეზოთერიული ცოდნები და ასე შემდეგ როდის შემოვიდა პარალელურად? ახე, ეზოთერიული ცოდნა ტამპლიერების გაგებით და ეზოთერიული ცოდნა შენი გაგებით საერთოდ სხვადასხვა რამეა. ქიმია მაგალითად იგივე ალქიმიაზე რო ვთქვათ, ხო? ქიმია განავითარეს არაბები. მაგრამ იმ დროისთვის იმის ცოდნა, რომ რაღაცაში რაღაცის ჩასხმით მიიღებდი მესამე ფერს, ეს უკვე ჯადოქრობა იყო. და ეს უკვე ეზოთერიულ ცოდნად ითვლებოდა. იგივე აქ იასონირისთვის ჩამოვიდა, ხო, მათ შორის ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, რომელიც მაშინ ითვლებოდა, რომ რაღაც ღმერთებთან ჰქონდა კონტაქტი. ამ დროს უბრალოდ რაღაც მეთოდი იცი და არავითარ ღმერთებთან კონტაქტი არ გაქვს. შესაბამისად, ის არაბული ცოდნა იქნებოდა თუ ინდური ცოდნა და ასე შემდეგ, რომელიც ტამპლიერებმა იერუსალიმში ყოფნისას მიიღეს. იმ დროისთვის ეს იყო სერიოზული ჯადოქრობა. სასიკეთოდ მიღებულმა ცოდნებმა ეგო აიმაღლა, ასე ვთქვათ და იქ უკვე ბალანსი დაიკარგა და წაიღო ბნელისკენ. კი, ზუსტად მას წარმოიდგინე ტამპლიერი, რომელიც ჩავიდა იერუსალიმში, მოხვდა კონსტანტინოპოლში და ასე შემდეგ, ძალიან განვითარებულ ადგილებში. ნახა რომ ხალხი ტანს იბანს, აქედან დავიწყოთ, ელემენტარული, წერა-კითხვა ბევრმა უფრო მეტმა იცის. ელვის წარმოშობაზე მაგალითად იმას კი არ ამბობენ, რომ ანგელოზმა ფრთა გაიქნია სიტყვაზე, არამედ რაღაც წერია რა, კონკრეტული ცოდნა და ბუნებრივია ამის შემდეგ წარმოიდგინე ბრუნდები ბინძურ საფრანგეთში. და უყურებ ამ ხალხს. იმაზე კი არ დაიწყეს მერე ფიქრი, რომ ამათაც მოდი ვასწავლოთ ეს კულტურა. არა, ეგომ დაამარცხა და დაიწყეს თვითონ შენახვა, რომ თვითონ გამოჩენილიყვნენ მაგარ ტიპებად. ანუ რაინდული ორდენიდან გარდაიქმნენ კორპორაციად. აი მაშინ იწყება პრობლემა, იმიტომ რომ შესაძაც კორპორაციად იქნები, შენ უკვე კორპორატიული ინტერესი გაქვს. და კორპორატიულმა ინტერესმა შეიძლება მოგთხოვოს, რომ ავნო ვინმეს. დაახლოებით იგივე პრინციპი ტამპლიერებისთვისაც უკვე ნორმალურად იქცა, რომ რაღაც 1-2 სოფელი საერთოდ მოვაშოროთ რა, მაგალითად. იმიტომ რომ სამაგერო იქიდან ვერცხლს ამოვიღებ და ამ ვერცხლს თუ ამოვიღებთ, მერე დიდი კეთილდღეობისთვის გამოვიყენებთ. შესაბამისად, ტამპლიერებს დაემართათ რა? მათ დაიწყეს კრედიტების გაცემა მეფეებზე და ასე შემდეგ. მევახშეობა, რაც ევროპაში აკრძალული იყო მაშინ. რატომ არის რომ ეს ფულთან ასოცირება ებრაელების? უბრალოდ ებრაელებს სხვა არაფერი საშუალება არ ჰქონდათ და ხომ და გადარჩენილიყვნენ, დაკავდნენ იმით, რაც სხვას აკრძალული ჰქონდა, იმიტომ რომ მათ არ შეუშვებდნენ იმაში, რაშიც ევროპელი ადამიანი იყო, რითაც იყო დაკავებული. ტამპლიერები იყვნენ პირველი არაებრაელები. პირველი არაებრაელი ბანკირები. ბანკირები იმ დროისთვის, ასე ვთქვათ, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა კრედიტებზე და კრედიტი გულისხმობს პროცენტს, კრედიტი გულისხმობს იმას, რომ ვიღაცა დროზე ვერ გადაგიხდის და რაღაც მომენტში შენ უკვე მოძალადე უნდა გახდე იმის მიმართ, ვინც ვერ გადაგიხდის, იმიტომ რომ ცუდი მაგალითი შეიქმნა, უკვე მაფიის პრინციპი მოდის და მოვდივართ ფილიპე ლამაზამდე, რომელიც პირველი 20 წელი თავის მეფობის ზის ამ ტამპლიერების კრედიტებზე და არის არხეინარ. მაგრამ რაღაც მომენტში ამბობს, რომ არ მინდა ამ ფულის გადახდაო. თან ძალაუფლებაში კონკურენცია მაქვსო. რა თქმა უნდა ეს ტამპლიერებიო, სასტრაფოდ შეიკერა საქმე, რომელშიც აღარ ჭირდებოდა მოტყუება, იმიტომ რომ ტამპლიერები უკვე გადავარდნენ ოკულტიზმში, სიგიჟეში, ეპშტაინის კუნძულებში. და შესაბამისად ამ პროცესებში გადავარდნამ გაუადვილა ფილიპეს მოსახლეობის თვალში, გაეფუჭებინა, ასე ვთქვათ. ფილიპემ ძალიან სწორად გამოიყენა ეს პრინციპი და ერთი ხელის მოსმით გააქრო ტამპლიერები. შეარჩია მომენტი
ყველასაც ჩვენ ამ ხრივ სარგებელი, პაპსაც, პაპი მისი დანიშნული იყო თან, შესაბამისად პაპმა ანათემას გადასცა ტამპლიერები, გამოუცხადა ყველა ასე შემდეგ, ინკვიზიციას ისედაც ჰქონდა მასალები, რომ ტამპლიერები გაანადგურდნენ, თუმცა დარჩნენ ტვინები. ვიღაცები გადარჩნენ. ახლა საუბარი არ არის რომ 10000 წევრიდან 10000-ივე მოკლეს, ხო? მოკლეს 7000. დიდი ნაწილი ინგლისში და შოტლანდიაში გაიქცა. ეს თავარი იდეოლოგები იგივე ვოლტერი, მონტესკიე, ფრანკლინი და ისინი. იმ ხალხის იდეებზეა გაზრდილი, ვინც გადაურჩა მაშინ ფილიპეს ამ 13 პარასკევს მომხდარ ამბავს. მათ შორის ეს 13 პარასკევი მაგამბიდან მოდის. ცუდ დღე, არა და ჩვეულებრივი დღეა, უბრალოდ დაემთხვა, რომ 13 ოქტომბერი იყო 1307 წელი. მეტი არაფერი. მე მაგალითად ტამპლიერებს არ მოვეწონებოდი, 13-ში ვარ პარასკევს დავადებული. შესაბამისად, კი. ამის შემდეგ საიდუმლო ორგანიზაციებმა დაამუღამეს, რომ მეფე და ეს ღვთივკურთხეული მმართველი ძალიან დიდი საფრთხეა. იმიტომ რომ ამ ადამიანს ყოველთვის აქვს იმის ძალაუფლება, რომ არსაიდან თქვას რაღაც ასე იქნებოდა, ასე იქნება. აქედან გამომდინარე ჩდება ეგრეთ წოდებული რევოლუციური იდეები მე-15 საუკუნიდან. პირველი კარგი მაგალითი პოლიტიკური რევოლუციის არის ინგლისი, ოლივერ კრომველის სამხედრო გადატრიალება უფრო იყო და შეგახსენებს სად გაიქცნენ ტამპლიერები, ვინც გადარჩა ინგლისში. ახლა გადავიდეთ საფრანგეთში. საფრანგეთი არის მყარად აბსოლუტური მონარქია, ფილიპეს სამშობლო, ფილიპე ლამაზის, რომელსაც გაანადგურა ტამპლიერები. მაგრამ ამასთან უზარმაზარი სხვაობა არისტოკრატიასა და გლეხებს შორის. შეიქმნა პირობა იმისა, რომ რევოლუცია მომხდარიყო. აბსოლუტურად შეიქმნა ამის პირობა, იმიტომ რომ მეფე იმ მომენტში არაფრის მაქნისი ლუი მე-16, მანამდე ტოტალურად გარყვნილი ლუი მე-15, რომელიც ბოლოს უკვე პატარა ბავშვებს ეძებდა, იმიტომ რომ სხვა არაფერი აღარ აკმაყოფილებდა. ამით, რა თქმა უნდა, უკვე ისარგებლა გარკვეულმა ჯგუფებმა და დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ ეს ნელ-ნელა ეს იდეოლოგია შემოსულიყო მასებში, რომ ეს მონარქები გვინდა და იქვე მიაბეს, რომ ეკლესიაც არ გვინდა. რევოლუციის პროვოცირებას ხო ყოველთვის რაღაცა კონკრეტული ძლიერი ძალები რა თქმა უნდა, შეუძლებელი არ არსებობს რევოლუცია, რომელიც საფრანგეთის რევოლუცია, იმიტომ ვახსენე, რომ აი ისტორიული ფაქტია ისიც, რომ ეს ზუსტად ამ ორგანიზაციების ხელი იყო დიდი. ძალიან დიდი ხელი იყო, პირდაპირ ჩაებდნენ ამ პროცესებში, რადგან როგორც აღვნიშნე 1717 წელს შეიქმნა მასონები და მაშინ ზუსტად მთელი პრინციპი მაგათი იყო, რომ თავისუფალი ბაზარი, მეტი განათლება ხალხში და შესაბამისად მეტი ხმა ხალხს, რომელიც ეფუძნებოდა ჯონ ლოკისა და მონტესკიეს და რუსოს და ასე შემდეგ განმანათლებლების. რაც ეხლა მე ვილაპარაკებ, ბუნებრივად გადასარევად ჟღერს, ხო? კომუნისტები ზუსტად იგივეს ლაპარაკობდნენ. მაგრამ მეორე მხრივ კომუნისტები კაისი კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ ფაქტი გვაქვს ცუდი. საფრანგეთის რევოლუციის მონაწილეებს კარგს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ფაქტი გვაქვს გვამები ქუჩაში. და ამ საფრანგეთის რევოლუციას მოყვა მერე რაღაცა დომინოს ეფექტის პრინციპით დანარჩენ ევროპაში. მაგრამ ახლა საინტერესო დეტალი საფრანგეთის რევოლუციების მოყვა დღემდე ასეა. ბუნებრივია ეგ. ორგანიზებულია უბრალოდ და არავითარ დომინოს პრინციპი მაგაში არ არის. თავისთავად. რამაგრაცა ისე ორგანიზებული. რა თქმა უნდა, ამას ძალიან მარტივი რაღაცაა. ტვინები არის. ნახე, მარტივი რაღაცაა. მაგრამ გვაქვს 1780-იანი წლები. დუპონი ბეჭდავს გაზეთებს, სადაც ყოველთვის იწერება, ასე ვთქვათ, ცუდი არისტოკრატიაზე. ნელ-ნელა. და ეს ვიღაცების ტვინში ჯდება, ხო? არისტოკრატია, მონარქია, ასე შემდეგ, ცუდები არიან. უბრალოდ იმიტომ კი არა, რომ ეს კონკრეტული ხალხი რაღაც ცუდს აკეთებს. ზოგადად იდეა, პროცესი თვითონ ზოგადად იდეა არის ცუდიო. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთია ვილაპარაკო იმაზე, რომ ლუი მე-16 ცუდი მეფეა და მეორეა ვილაპარაკო იმაზე, რომ საერთოდ მეფეები რო არიან ცუდია. და დაიწყეს ამ ორი მოცემულობის ერთმანეთში შერევა. და იაკობინელთა კლუბი შეიქმნა ადამიანებს. ეს ლოჟა იყო ერთგვარი? კი, ფაქტიურად გახსნილი ლოჟა იყო, სადაც ღიად შეიძლებოდა მისვლა და შენი პრეტენზიებს, ასე ვთქვათ, ჩუმად გამოხატვა, რომ ცენზურას არ მოეკითხა შენთვის. საბოლოო ჯამში ეს ადამიანები, რობესპიერი, დანტონი, ლაფაიეტი და ასე შემდეგ, შეიკრიბა ეს ყველა აქტიური ადამიანი და მე აქ უკვე ერთვება პრინციპში ქაოსის თეორია. ეგრეთ წოდებული დისკორდიანების საძმო. ამ საძმოებს სხვადასხვა შეხედულებები აქვს პოლიტიკური პროცესების მართვაზე. ასევე ძალიან საინტერესოა გერმანია და როზენკროიცერები, ამაზეც მინდა რომ ცოტა უნდა გადმოვხვიოთ მაშინ უკან. ხო, მაშინ უკან წამოვიდეთ, ეგ გამოგრჩა. ტამპლიერებმა აღმოსავლეთიდან ჩამოიტანეს მეცნიერება და ცოდნა ევროპაში. ცოდნაზე მონოპოლია, ძალაუფლების მონოპოლია. შესაბამისად, რადგან აკრძალული იყო და ინკვიზიციას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შენთვის მოეკითხა, ამის გასაიდუმლოება გახდა საჭირო. ამ პროცესში თუ ეხლა ბიჭები გამოთვრებოდნენ და იქ პატარა ორგიებსაც მოაწყობდნენ, ეს ბუნებრივი თანხლები პროცესი იყო. გაირი მოყოლა იცი. შესაბამისად, სამეცნიერო საძმოები მრავლად შეიქმნა. პირველი, ასე ვთქვათ, მასიურად გაერთიანება ეს არის ალბიგოელები, იგივე კატარები. საფრანგეთის სამხრეთში, ლანგედოკში შეიქმნა ალბიგოელთა, იგივე კატართა საძმო, რომლებიც რაღაც მომენტში კვლავ ეს თავისუფლება, იდეოლოგია ასე შემდეგ, მაგრამ მერე ეს
ეს ყველაფერი გადაერთო მსხვერპლსაჭიროებსა და ორგიებსა და ფულში ჩახრჯობაში. მაშინდელმა ინკვიზიციამ უკვე ანუ ცოდნა, ძალაუფლება და ფული საბოლოოდ მაინც აქამდე მიდის? სამწუხაროდ მასეა. სულ სამ ბოლოს რაც არ უნდა კარგად დაიწყო, რაღაც მომენტში ალბათ ადამიანური ბუნებაა ეგ, რომ ბოლოს იხწნები. და დადის აი ამ სისულელემდე რა. ისტორია აგერ გვაჩვენებს. და ისტორიაც ამას გვაჩვენებს. ეს ალბიგოელები გაანადგურა კათოლიკურმა ეკლესიამ. შესაბამისად, ამ ალბიგოელების გაანადგურების შემდეგ მათ მოუწიათ ვინც გადარჩა, გადამალვა. ვიღაცა ტამპლიერებთან შევიდა მათ შორის. ვიღაცა ჩეხეთში წავიდა და იქ მერე იქმნება ჩეხი ძმები და ფილოსოფოსი ძმები, რომლებიც მეცნიერების, ასე ვთქვათ, განვითარების მომხრეები იყვნენ. იქ ვიკლიფის საძმო, იან ჰუსის საძმო, უამრავი სხვადასხვა საძმო და ეს ყველაფერი ბუნებრივია ხდება ისეთ ქვეყნებში, რომლებიც დომინანტური იყვნენ ევროპულ პოლიტიკაში. თავარი სახმელეთო, ასე ვთქვათ, ძლიერი სახელმწიფო იყო საღვთო რომის იმპერია, დღევანდელი გაგებით გერმანია, თუმცა მაშინ ეს დანაწილებული იყო. აქ ლეგენდის თანახმად იყო ვიღაც პიროვნება ქრისტიანი, რომელმაც დაირქვა როზენკროიცი და მან დააფუძნა შესაბამისად როზენკროიცერთა საძმო, რომლის სიმბოლო იყო ჯვარი და ვარდი. ჯვარი და ვარდი. ზოგადად ჯვარი, ვარდი და ქრისტესთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმბოლო ყველაზე ლოგიკურია გამოიყენო, ხო, მასაც ცნობს და პიარისთვის ყველაზე კარგი. ეს სამკუთხედი რატოა ყველა სიმბოლო? სამკუთხედი უკვე ჰირამაბიბთან გვაბრუნებს. საერთოდ მე ვთვლი, რომ სიმბოლოებზე მანდამაინც ძალიან დიდი მნიშვნელობის მინიჭება, ცოტა ისეთი ამბავია. თუმცა სიმბოლოებით შიფრავ, იმიტომ რომ აი, მაგრამ აქ ხო იმას რა იქნება, ნახე, კონტაქტებია სიმბოლოებით, რაღაც საკვანძო სიტყვებით. ნახე, კი, მაგრამ არ უნდა ჩავაკვდეთ მანდამაინც რომ სამკუთხედი. ისე დაემთხვა რომ არჩიეს უბრალოდ სამკუთხედი და კარგად გააპიარეს სამკუთხედი. ოთხკუთხედი რო აერჩიათ რა. და ლეგენდა მისითაც წავა. იქნება ეგ სამკუთხედი ახლა უბრალოდ ესე სამკუთხედი არის. შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაზე მარტივი გეომეტრიული ფიგურაა. არა, უბრალოდ მარტივი გეომეტრიული ფიგურა არაფერ შუაში არა. დღესდღეობით დაახლოებით 300,000-მდე მსგავსი ფარული ორგანიზაცია და 10 მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. საერთოდ რა შვებიან და რატო ხვდებიან ერთმანეთს და ადამიანის ლოგიკაში არის რომ აი უბანში მაგალითად რაღაც ჯგუფი ვარ და ვიღაცები ჩვენ ჯგუფში არ არიან. ფაქტია რომ მხოლოდ ელიტარული ადამიანებისთვისაა ეგ ქმნის ზოგადად წარმოდგენას რომ რაღაც ჯგუფურად შეკრება ისე რომ ვიღაცები ვინ ჩვენ არ მოგწონს ან არ გვინდა ჩვენთან ერთად არ იყვნენ ელიტიზმის წარმოქმნის მარტივი ჩვეულებრივი ამბავია, ხო? იქ რაღაც თავის წესები აქვს, რაღაცა ერთი პერიოდი ქალებისთვის აკრძალული იყო აი ამ ლოჟებში. ქალები საერთოდ არ უნდა იყვნენ მსგავს ლოჟებში. და რაღაცა 40 წლამდე მამაკაცებისთვისაც ალბათ რაღაც ცნობიერების გამო. არა, ამას მარტივი ის ჰქონდათ, უბრალოდ 20 წლის ბიჭია ყველგან. შეიძლება სადმე წამოწდეს, შეიძლება მარიაჟობის მიზნით ვინმეს უთხრას. რატომ უნდა გარისკო? ცოტა ასაკში შესული. აქვს მე გავლენები როგორ ფიქრობ? ვის? გააჩნია ვის გულისხმობ? არა, გავლენა ყოველთვის არსებობს. გავლენა როგორც წინ აღნიშნეთ, უბრალოდ 5 ადამიანი შევიკრიბეთ და საკმაოდ ტვინი აღმოგვაჩნდა იმისთვის, რომ ჩვენი გავლენა გაფართოებულიყო. აქედან გამომდინარე, გავლენა ეს ჩვეულებრივი და ლოგიკური ამბავია. ავიღოთ Google-ი. ვთქვათ რა, სიტყვაზე ვიძახი. ეხლა ბუნებრივია, რომ Google-ს აქვს რაღაც არანორმალური გავლენა დედამიწაზე. ბუნებრივია, რომ Google-ის ტიპები იკრიბებიან და ამბობენ, რომ აი სხვა ასეთივე ჩვენნაირი საძიებო სისტემა შეიქმნა და მოდი დავძიროთ. ეს ჩვეულებრივი პრინციპია და აქ ამას არ ჭირდება სამკუთხედები, თვალი და ისა რა ქვია 666. მაგრამ არის ხალხი, ვინც აი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სიმბოლიზმს, რაღაცის რწმენას და ამ რწმენის პარალელურად ცდილობს იგივე Google-ზე, იგივე Coca-Cola-ზე მოახდინოს გავლენა და შესაბამისად თავისი რაღაც იდეოლოგია გაავრცელოს. აქ ორი სხვაობა გვაქვს. ერთია მარტო ფინანსური ინტერესი თუ მაქვს, მეორე ამბავია თუ მე უკვე მინდა ჩავება ადამიანის სოციალურ განვითარებაში, კულტურულ განვითარებაში, ამისთვის მე ვყიდულობ ტელევიზიებს, მე ვყიდულობ თეატრებს, მე ვყიდულობ სკოლებს, ყველაფერს და იქ ვიწყებ ჩემი იდეოლოგიის გავრცელებას და ამაში ფულის ხარჯებას. ამით გამოზრდის ამ მრჩეველს, კლიენტურას, მასზე დამონებულ ადამიანებს იდეოლოგიურად და შენ უკვე აღარ მოგიწევს. ამ ყველაფერს ეძახიან შეთქმულების თეორიას? ყველაფერი ეს არის შეთქმულების თეორიის ერთობლივად. თუმცა შეთქმულების თეორიას მე ცუდი სიტყვაა, ეგ თვითონ იმათი მოგონილია, ვინც ეგეც ისეთივე გაცვეთილია, როგორც სიტყვა მასონი. კი, იმიტომ რომ არაფერი შეთქმულებას ვერ ვხედავ გარდა ლოგიკური სიტუაციისა. ანუ პირობითად ვიღაცა რომ შეთანხმდა რომ კენედი მოეკლა, ატოა შეთქმულების თეორია რაღაცაში აღარ ჭირდებოდათ და მოკლეს. ჩვეულებრივი ფაქტია და მსგავსი არის მილიონობით. ვერ იქნება შეთქმულების თეორია, ვერავით არის მართველის მოშორება, იმიტომ რომ მართველს თუ იშორებენ, ეს იმიტომ ხდება რომ ის მართველი საფრთხეს წარმოადგენს რაღაც კონკრეტული ჯგუფისთვის და მისი ამ ჯგუფის ინტერესებისთვის. ინტერესებს ჩვენ ახლა ამ ყველაფერზე რო ვსაუბრობთ, არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ რეალურად არაფერზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, ამიტომ საფრთხეს არ წარმოადგენს.
აი ჩვენ რო რაღაც დიდი მნიშვნელობის ფიგურები ვიყოთ, გულისხმობ პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ამაზე არ ვილაპარაკებდით. მართალია. უბრალოდ. დაუბრუნდეთ რევოლუციების, ასე ვთქვათ, სერიას. კომუნისტებს ვივარ. აი მივდივართ უკვე მაგასთან მივდივართ ზუსტად კომუნისტებთან. რუსეთში არ იყვნენ გონია, ეკატერინე მეორე პეტრე პირველი იყო პირველი მასონი. პეტრე პირველი ამსტერდამში გაწევრიანდა ერთ-ერთ საიდუმლო ორგანიზაციაში და შემდეგ რუსეთში დააფუძნა ეს, თუმცა მაშინ ეს უფრო აი პონტის ამბავი იყო, რომ ზოგადად გაწევრიანება თუმცა ეს სერიული რევოლუციები რო დაიწყო, მაშინ დაიწყო ეს იქ რისკები რო შეიქმნა. ნახე ახლა რუსებმა შეცვალეს მიდგომა. კონკრეტულად ალექსანდრე პირველმა საფრანგეთიდან თავის აცილე. ეკატერინეს დროს ჯერ კიდევ, როდესაც საფრანგეთში რევოლუცია მოხდა, ამაში მან საფრთხე დაინახა და ბუნებრივია გარკვეული დამოკიდებულებები შეცვალა. ამან რუსეთში შემდგომ უკვე ნაპოლეონის ეპოქაში გამოიწვია პატრიოტიზმის საოცრად აღზრდა და უცებ რუსმა არისტოკრატებმა გადაწყვიტეს, რომ მოდი რუსული საერთოდ ვისწავლოთ. მოგეხსენება არ ლაპარაკობდნენ რუსი არისტოკრატები რუსულად. შესაბამისად, ალექსანდრე პირველის დროს უკვე ალექსანდრე პირველი იმ პერიოდის ტალღას გათანამედროვეობის შესახებ არ წაყვა და გადაწყვიტა რომ მე ბნელი რუსეთუმე დავრჩებიო. ალექსანდრე უბრალოდ განსხვავდებოდა ლუისგან იმით, რომ სულელი არ იყო და სწორედ მაშინ იქნება რუსეთის დასავლეთთან დაპირისპირების იდეოლოგია, რომ დასავლეთში ყველა არის დამბალი სატანისტი და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი. ხო, ასე შემდეგ. ეს იყო ლირიული გადახოვა რა ლამაზია ეს სახლი. რესტავრირებულ მდგომარეობაში. ქვის ფლელის აშენებული. ნუ იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი უდიდესი სანავთობო პორტი იყო 1895-1905 წლებში. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი აქაც იქნებოდა. არა გამოსული არა, იყვნენ პირდაპირ ერთ-ორ ცნობილ გვარს არ დავასახელებ. როჩილდების წინაპრები არა, როჩილდების აი საქართველოს ბანკი სადაც არის, მაგ როჩილდების ოფისი იყო. და სამშობიარო რაც არის, ეგეც როჩილდების ოფისი იყო. სამშობიარო როჩილდების სახლი რო იყო, ეგ ვიცოდი. თვითონ პირადად რომელიმე როჩილდი აქ თითქმის არ ჩამოდიოდა, უფრო მათი აგენტები. მაგრამ მათ ფლობელობაში იყო. რუსეთის რევოლუციაზე გადავდიოდი და აი უნდა შევეხოთ მაგ თემას აუცილებლად. რუსეთში იგივე დისბალანსი იყო და პირველი მცდელობა იყო დეკაბრისტების, რომლებიც ხიად და ოფიციალურად ყველა მათგანი იყო სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციის წევრი. პუშკინის იყო ლოჟის წევრი, მერე რა, მოცარტიც. მოცარტი საერთოდ მუსიკა აქვს მიზღვნილი აყო. ოღონდ სუდ სამბობს ამ მუსიკაში. პირველი მცდელობა იყო დეკაბრისტების გადატრიალება, რომლებიც ხიად და ოფიციალურად ყველა მათგანი იყო სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციის წევრი, თუმცა ძალიან სუსტად იყო ეს მომხდარი და შესაბამისად დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვა ამან. და რუსეთმა შეძლო სამეფო ძალაუფლების გამყარება და გაძლიერება. თუმცა როგორც კი ხასიათით სუსტი ტიპი გახდა მეფე, ამ შემთხვევაში ნიკოლოზ გულისხმობ, იმ წუთში წამოვიდა ეს პრობლემები და ამ დისბალანსმა უკვე დაიწყო ძალიან თავის გამოჩენა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთში სოციალიზმმა ჰპოვა გამოძახილი მარქსიზმმა და ასე შემდეგ. ყველა დიდ ლიდერს აქვს რაღაც გადაკვეთები, აი ამ დაფარულ ორგანიზაციებთან. აი იგივე სტალინს. აქეთ ჰიტლერს. ყველა ვარიანტი. ჰიტლერი ვიღარც მალავდა ამას. ნუ ეზოთერიულ რაღაც სანაფში რო ერკვეოდნენ ეს ადამიანები ზუსტად ვიცი ისტორიულად. ოფიციალურად ANNRB არსებობდა ესეთი SS-ის განაყოფი, ANNRB, რომელიც სწავლობდა ეზოთერიულ ცოდნას სხვადასხვას მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ჰიმლერის ექვემდებარებოდა პირდაპირ და ბუნებრივია ჰიტლერს და ჰიტლერი ზოგადად ძალიან ჩახედული იყო ამ პროცესში. მეტიც მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში 10-20 წლებში, როდესაც ამათ კარიერა ასე ვთქვათ დაიწყეს, ეს ცოდნა თითქოს რაღაც დოზით გამოაგდეს სივრცეში. ბევრად მეტი იცოდნენ მაშინ, ვიდრე იცოდნენ 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში. იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის მერე კვლავ ჩაიკეტა ასე ვთქვათ საინფორმაციო ველი. გიორგი, ვინ არიან ილუმინატები და მე მაგალითად მაგათ მე კი არა ალბათ მთელი მსოფლიოს ცნობს, აი ყველაზე ეს პოპულარული ადამიანები საჯარო ხო გამოსვლებში, ან ამით ხვდები თუ აი ამ დამიჭირე ამას და ამას თუ აკეთებენ, ესე იგი რაღაცა მანდარიან. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასე საჯაროდ ცირკაჩობა მაგით კაის არ ამბობს და იმაზე უსვამს ხას, რომ ესენი არ არიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და ფიგურები. ოფიციალურად, მობზანდი? ოფიციალურად ბავარიაში უნდა გადავინაცვლოთ მიუნხენში, სადაც იყო ესეთი კაცი ადამ ვაისჰაუპტი, რომელიც ფილოსოფოსობდა, მასწავლებლობდა, იეზუიტობდა რა. ეგ რომელ წლებში? 1770-იან წლებში. და ვაისჰაუპტის იდეა მათ შორის ზუსტად ეს იყო, რომ ეს იქეთ-აქეთ გავხანტულები რო ვართო. არა ამთად კაიო, რაღაცნაირად ერთობლივად, რა თქმა უნდა, მეტის მიღწევა შეიძლება. 1776 წლის 1 მაისს ღამე რო დადგა 1 მაისის 12 საათის შემდეგ, ესეა ოფიციალურად შეიქმნა ეს შენი ბავარიელი ილუმინატები. ახლა ილუმინატის სიტყვა რას გვეუბნება? განათებას, ხო? განათლებულები, ასე ვთქვათ, უფრო. ანუ ჩვენო ვართო განათლებულები და დაიწყო აიძულებდა თავისი კოლეგების, მეცნიერების და ცოტა ჭკვიანი ხალხის მოკრება. რაც შევიკრიბოთ, ვილაპარაკოთ.
რაღაცებზე ვიფიქროთ. ანუ ნებისმიერ მსგავსი ტიპის გაერთიანებაში ინტელექტი ნომერ პირველი კრიტერიუმია, ხო? არაუცილებელი ინტელექტი, ყველაფერზე დამსვლელობა უფრო. თუმცა თუ ინტელექტიც გააქვს პარალელურად, ეს აი ეგორი უნდა იყოს. და შემდგომ ბუნებრივია რაღაც ძალიან საკმაოდ კარგად ორგანიზებულები ჩანდნენ და გამოუჩნდათ ამ ფინანსებლები, რომლებმაც ეს მისი მიდგომა იეზუიტური წესრიგის, ორგანიზების და ასე შემდეგ მოიწონა, განავრცო თავისი ფინანსებით და თავისი დახმარებითა და წოდნით და ადამიანმა შესძლო უკვე თავისი გავლენების მასიურად ევროპაზე, ასე ვთქვათ. ანუ ესეც ერთგვარი ფარული ორგანიზაცია. კი, აი საერთოდ აიღო იეზუიტური დისციპლინის მოდელი, დაამატა თავისუფალ ქვისმთლელთა იდეოლოგია, პლუს მისი იდეები და გამოიყვანა ძალიან კარგად ორგანიზებული სისტემური საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც მანამდე თუ ნაწილი საერთოდ რომანტიკული იდეებით იკრიბებოდა ერთად და ვითომ რაღაც ცოდნას მისდევდნენ, ამან თქვა რომ ცოდნა კი კაია, მაგრამ ძალაუფლებაც მნიშვნელოვანია და ამის ბალანსი დაიცვა, შენი საყვარელი სიტყვა, ყველაზე კარგად. მიაღწიეს წარმატებას და შემდგომ უკვე რაც ვიცით, დომინანტური ძალა ხდებიან ამ საიდუმლო ორგანიზაციებს შორის. ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე ისეთი. დღეს რაიმე გავლენები, დღეს რა გავლენებია? ალბათ, ანუ თანამედროვე სამყაროს სოციალურმა ქსელმა და გლობალიზაციამ ყველაფერი ერთმანეთთან რო შეარწყა, იგივე პრინციპია იქაც. ეხლა არ არის აუცილებელი სატანისტური ორგანიზაციებზეც მათთვის. კი, როგორ არა. ეს ნებისმიერ მიმდინარეობის ორგანიზაციები რაღაც ერთიანი ქოლგების ქვეშ ერთიანდებიან და ზუსტად ეგ ათეიზმი იწვევს იმას, რომ მე სატანის მივიღებ ორგანიზაციაში თუ ქრისტიანს თუ მუსლიმანს თუ ნებისმიერს, ჩემთვის სულ ერთია. სატანისტები არიან? ვი? ზოგადად რა. კი, როგორ არა. ჩვეულებრივი ამბავი ყოველთვის იყვნენ, უამრავი. აშვებიან. ნუ რასაც საუბრობენ ხოლმე ოდნავ შეამცირე. ანუ რელიგიაა თუ რა არის? ანუ ყველაფერი რელიგიაა, როდესაც რაღაცას ეთაყვანები და ამის შესახებ დოგმა გაქვს შემუშავებული. მე რაღაცა სულ მაინც რა ალეგორია რაღაც ზღაპარი მგონი. არა, არავით არის ალეგორია, სხვათა შორის მაგ ალეგორიულობაც ისევ მაგ საიდუმლო ორგანიზაციების მოფიქრებულია, რომ ყველაფერი აღიქვა აუცილებლად ალეგორია. ძალიან სულელი. სიმსონებიც მაგათი შექმნილი ხო არა? სიმსონები, სხვათა შორის სიმსონის ავტორი და სცენარისტები ყველა არის დოქტორის ხარისხის მფლობელი, პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტები და სხვადასხვა მიმართულები. ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან. რანაირად ემთხვევა ეს სიმსონების? ხო, ნახე ახლა ორი მომენტია. მე შეიძლება შენ რაღაცა მოგიყვედა ყოფილა ასეთი შემთხვევები, რაც 2-3 წლის მერე ახდება. ბუნებრივია ამერიკაში მყოფი, კარგად დაფინანსებული და კარგად ინფორმირებული ადამიანებისთვის ამ დასკვნის პროგნოზების გაკეთება კიდევ უფრო ადვილია. დარწმუნებული ვარ, ვინმეს თუ არ დაეზარება და ამოიღებს სიმსონების იმ პროგნოზებს, რომლებიც არ გამართლდა, ეს ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ის, ვინც გამართლდა. არის რაღაცები, რომ აი ვიზუალურად ახდენილი ფაქტები. ერთ-ერთ მაგალითს გეტყვი. 97 წელს ერთ-ერთი ეპიზოდი გამოვიდა სიმსონების, სადაც ჩვეულებრივი სცენაა და ჰომერი თუ ბარტი აღარ მახსოვს, იღებს ჟურნალს. ამ ჟურნალის გარეკანზე არის ტყუპების ფოტო, რომელზეც მითითებულია რაღაცის ფასი, ოღონდ ეს ფასი არის $9.11. ანუ ტყუპებზე 97 წელს დააწერეს 9.11 და ეს შემთხვევითია. ბუნებრივია, როდესაც წინასწარ განისაზღვრებოდა ნებისმიერი ტერორისტული აქტების საფრთხე, იმ სიაში, რომელ შენობებსაც საფრთხე ემუქრებოდა, ტყუპები წერია. ანუ ამაში არაფერი ალოგიკური არ არის. როდესაც რაღაც იმ მნიშვნელოვნის გაკეთება გინდა და რასაც გინდა ძალა შესძინო, დიდი ენერგიული დატვირთვა მიცა. ის უნდა მოყვე. ხო. ანუ უნდა თქვა რომ ამას აკეთებ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ოღონდ პირდაპირ ესე კი არ თქვა რომ მე ამ რიცხვში ამ რაღაცას ვიზამ. რაღაც სატირისტულად. ხო და ვინმე თუ მიხვდება, თუ ვერ მიხვდება, მე მთავარია რაღაც ფორმით ეს ვთქვა. აქედან გამომდინარე თუ რაიმე დიდს ამზადებდნენ, ამას რა თქმა უნდა ბევრგან და ბევრჯერ სჭირდება თქმა. ამას აგერ დავდებ. და გვაჩვენებ როგორ დაგბურჯლა? არა. მასანურად დავემშვიდობებ. ცერათითი გააქტიურებული. მადლობა გიორგი ძალიან დიდი. არის მადლობა, პირიქით. ყოველთვის საინტერესოა. შენი საუბარი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესოა და იმედია პრობლემები არ შეგვექმნება. ხო, იმედია სადმე შემთხვევით არ გაიგებთ რომ თავში სამჯერ ვესროლეთ ერთმანეთს და ეს რა ქვია. მოულოდნელად გულის შეტევით. ტრაგიკულად გარდაიცვალეთ. ძალიან დიდი იმედია მაგის. მადლობა. ყველაფერი დაფარული. ზედაპირზე ამოსვლის პერიოდი მოვიდა ზოგადად ამ სამყაროში ვერწყულის პროგრამა, ვერწყულის ეპოქა ამას გულისხმობს. როგორც ქრისტე ამბობს, არ არის არაფერი დაფარული, რაც არ გაცხადდეს. თავისთავად. მაგას ვერ გადავწდებით. ამიტომ ყველაფერი გაცხადდება ოდესმე.